კვლავ iMovies ინტერნეტ ოთახში ვარ და აუცილებლად უნდა შემოგვიერთდეთ. აუცილებლად, იმიტომ რომ აქ იკრიბებიან ყველაზე ნიჭიერი მუსიკოსები და მონაწილეები. X Factor-მა წელს მე პირადად ძალიან გამაუცე, იმიტომ რომ ამდენი ნიჭიერი და მაგარი კონკურსანტი თუ ყოლია და მუსიკოსი ნამდვილად არ წარმომედგინა და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ჩემი ფავორიტი დღევანდელ გადაცემაში, თავად ვიტყვი, გიორგი მიდგას გვერდით, რომ არაჩვეულებრივი დუეტი შემოგთავაზე. ძალიან მომეწონა, რაღაცა უტკბილესი, ულამაზესი, ძალიან მაგარი ხმა გაქვს და მიხარია რომ X Factor-ში მოხვედი და სწორედ ჩვენი ეთერით გაგიცნობ თელმა საქართველომ. მაინტერესებს თვითნასწავლი ხარ თუ არა, რამდენი ხანია მღერი, ვინ აღმოაჩინა შენში ესეთი ლამაზი ხმა და როდის დაიწყო საერთოდ შენი მოღვაწეობა როგორც მომღერლის? ანუ მღერი ვარ პატარა ასაკიდან, 6-7 წლის ასაკიდან. ანუ ხმასთან შექმნილი გარკვეული პრობლემების გამო ცოტა ხანი პაუზა მქონდა და თინეიჯერ გარდატეხის ასაკში. კი, გარდატეხის ასაკი და ანუ ადრე დავდიოდი მასწავლებელთან და ეხლა ამჟამად ბოლო 2 წელია ვემზადები ქართულ ხალხურ სიმღერებზე. ძალიან კარგი და რატომ არჩი ესეთი ლამაზი ბალადა, რომ მოგეხიბლა ბალადი ჯიურის წევრები და ერთ-ერთი მათგანი ესე ლამაზადაც აიყოლიე? კი, რა ვიცი, თვითონ პოლ მაკარტნისაც ძალიან დიდ პატივს ვცემ როგორც მომღერალს და ძალიან მიყვარს თვითონ ეს სიმღერა. ეს პოლ მაკარტნის თაყვანისმცემელი ყოფილ ხარ. მე მიხარია რომ ჩვენს ეთერში მოხვდი, ძალიან მიხარია რომ გაგიცნო სრულიად საქართველომ, ძალიან მაგარი ბიჭი ხარ, ჩემი ყველანაირი კომპლიმენტი შენ და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენს ინტერნეტ მაყურებელსაც ისევე მოეწონა როგორც მე გიორგი და ძალიან გთხოვ წაუკითხე ფოტოს და ძალიან ბევრი კარგი კომენტარი. ესე გულშემატკივრობენ და სულ გულები, სულ რაღაც პოზიტიური კომენტარები. ძალიან მაგარი ბიჭი, უძლიერესი შესრულება, კარგი ბიჭია რა, კარგი ბავშვია. ყველაზე მაგარი კაცი, გენაცვალე ძმა, წარმატებები. მოკლედ ძალიან კარგი კომენტარები და სოფოს რო ესე აიყოლიებდი, ელოდი, აი როდესაც აყვარა რეაქცია გქონდა. ანუ ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ანუ ამ ყველაფრის გარდა, ანუ რაც ახლა სცენაზე მოხდა, იმის გარდა ყველაფერს ველოდებოდი საერთოდ. ჯიურის კრიტიკასაც. როცა დაგიძახა რომ მოდი, როცა ნიკა გვარამიამ გითხრა რომ მოსულიყავი და ერთად გემღერათ, აი მაშინ როგორ უფრო მეტად აღელდი? უფრო მეტად ავღელდი, იმიტომ რომ არ ველოდებოდი მის ამ შემოთავაზებას. და როგორი იყო? ძალიან კარგად შეეწყო თქვენი ხმები. ორი პროფესიონალი მუსიკოსი იდგა სცენაზე ჩემთვის. საერთოდ არ იგრძნობა და რომ ერთი კონკურსანტია და ერთი უკვე შემდგარი ძალიან გამოცდილი მუსიკოსი. ძალიან ლამაზად ჟღერდა თქვენი ხმები და მე მინდა რომ ბევრი წარმატება გისურვო. მე დარწმუნებული ვარ რომ შემდეგ ტურებშიც გნახავ, მე დარწმუნებული ვარ რომ ნახევარფინალურ ტურებშიც იქნები 4 სკამის ტურსაც წარმატებით გადავიდე და ყველაფერ კარგს გისურვებ. პირდაპირ მოაგებინე. პირდაპირ მოაგებინე. გიორგი იყო ჩვენი სტუმარი, გიორგი გაგაცილებ და დიდი მადლობა რომ მოხვედი და წარმატებებს გისურვებ ბევრს. კარგად.